გამარჯობათ მეგობრებო, ეხლა მე ვარ ტყიბულში, დავდივარ 9 ჯვარზე. საკმაოდ რთული გზაა და წამოდით ჩემთან ერთად. ავიდეთ, უკვე ნახევარი გზა გამოვლილი მაქვს, მაგრამ მაინც წავიდეთ. წავედით. სანამ მე ავდივარ, თქვენ დატკბით ამ ტყიბულის ლამაზი კადრებით. ბევრი მაქვს მოსაპული პატარა ამბავი ხალისი წამოიღე სიტბოგი აქარი ეს საქართველოა საქართველოა გზა არის ესეთი დასასვენებელი ადგილები, სადაც შეგიძლიათ გზა დაისვენოთ ხოლმე. გზები ნელ-ნელა უფრო რთულდება, თავიდან მეგონა რომ ადვილი გზები იქნებოდა, მაგრამ არ არის და თან უფრო ვიწროვდება გზა, მაგრამ მაინც შეგვიძლია და ავალთ და განახებ ბოლოში და როგორაა. წამოდით. მივუახლოვდით დანიშნულების ადგილს. ადრე აქ ამოსასვლელად იყენებდნენ თოკებს და როგორც ვთქვი, ამ თოკებით ამოდიოდნენ, მაგრამ ეხლა უფრო რომ გაუადვილდეს ადამიანებს, კიბეები გააკეთეს აქაცაა და იქაც და ავალ და განახებთ როგორი არის გარემო. წავედით. აი აქ არის კიბეები, ბოლომდე ავალ და მივალთ დანიშნულების ადგილას. ასევე ნახე ერთი ქალი, ვებო რომელიც აი ამ ხელა გზადაც ახლა გამოვიარეთ, ამოვიდა და ძალიან დიდი ძალა აქვს. ჩვენც გაგვიჭირდა ამოსვლა და ძალიან გამიკვირდა და ძალიან მოგწეთ. ოჩახბებას. ხალისი წამოიღე სიტბოგი აქარი ეს მოვედით დაშვების ადგილას და ძალიან ლამაზია ღირდა აქ ამოსვლა. მოკლედ მივედით, ძალიან ლამაზი გარემო იყო, ფოტოებიც გადავიღე, სათელიც დავანთე, შესაძლოა ფული ჩავდე და ეხლა მივდივართ საპიკნიკოდ და მოკლედ ეხლა პიკნიკობთ, ძალიან კარგი არის, მადლობა რომ მიყურეთ და შემდეგ ვიდეოში გნახავთ.